სპორტში არსებობენ კარგი, მაგარი და საუკეთესო ათლეტები, ხოლო მაშინ, როდესაც სათამაშო დონეს სახელობითი სიტყვით მოიხსენიებენ, ამ შემთხვევაში საქმე ფენომენალურ სპორტსმენთან გვაქვს. ზამთართან ასოცირებულ ერთ-ერთ საუკეთესო სახეობა ჰოკეიში ასეთები თითზე ჩამოსათვლელები არიან. იგივე გრეცკი, ჰოუი, ლემიუ, თუმცა 21 საუკუნის ჰოკეიზე ალბათ გულშემატკივრებს პირველი დიდი რუიანი, ალექს ოვეჩკინი ახსენდებათ, რომელმაც ახლახან NHL-ის საუკეთესო ბომბარდირის წოდება ჰოკეის ჯორდანს, უეინ გრეცკის აართვა და უდიდეს კარიერაში 895 გოლი გაიტანა. ყველაფერი საბჭოთა წყობის მოსკოვში დაიწყო, როდესაც სპორტსმენების ოჯახში დაბადებულ ალექს პატარაობიდანვე აქტიურობასა და ენერგიის მოძღვევებაზე შეატყვეს, რომ სპორტსმენობისთვის იყო დაბადებული. მოსკოვის დინამოში დაწყებულმა კარიერამ და ასისტებისა თუ გოლების აურაცხელმა რაოდენობამ ამერიკელი სკაუტების ყურადღება მიიქცია და ალექს თვით მარიო ლემიუს ადარებდნენ. დაახლოებით 2 წლის განმავლობაში დრაფტის პირველ ნომრად განიხილებოდა, მაგრამ ოვი არ ჩქარობდა. 2003-ში იფიქრა, რომ ზედმეტად ახალგაზრდა იყო NHL-ისთვის. 2004-ში ლოქაუტის გამო ვერ შეძლო რეგისტრაცია და საბოლოოდ 2005 წელს ვაშინგტონ კაპიტალსმა დრაფტის პირველ ნომრად აირჩია. მას ახალ ბედასთვის განკუთვნილი მაქსიმალური 3 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს წლიური $984,000 ხელფასით. ლიგაში ადაპტაცია არ გასჭირვებია, ეგრევე წლის საუკეთესო ახალ ბედას წოდება მიიღო, სტაბილურად იტანდა გოლებს და ატანინებდა თანაგუნდელებსაც, რის გამოც ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ახალი 13 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს $9.5 მილიონიანი ხელფასით სეზონში. საქმე ისაა, რომ წლები გადიოდა, ალექსი საოცარ სეზონებს ატარებდა ყინულის მოედნებზე, მაგრამ 2008-დან 2014 წლამდე პლეი-ოფის პირველივე რაუნდში ვარდებოდა. ოვიზე გულშემატკივრები უკვე ამბობდნენ, რომ საჭირო იყო გუნდი შეეცვალა, რადგან ისე ჰოკეის ისტორიაში უგვირგვინო მეფის სტატუსით ჩაეწერებოდა, ანუ საუკეთესო მოთამაშის, რომელსაც სტენლის თასი არასოდეს მოუგია. 2018 წელს ვაშინგტონ კაპიტალსმა პლეი-ოფში იმ დროის საუკეთესო გუნდი და მოქმედი ჩემპიონი პიტსბურგ პინგვინსი დაამარცხა სიდნი კროსბის ლიდერობით. შემდეგ მათ გზას 7 თამაშიან ტრილერში ტამპა ბეი ლაითინგი გააყოლა და ბოლოს 5 შეხვედრაში ვეგას გოლდ ნაიტსთან გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი. ეს როგორც ფრენჩაიზის, ისე ოვეჩკინის კარიერაში პირველი სტენლის თასი იყო და განსაკუთრებით დასაფასებელი, რადგან ოვიმ ეს არც თუ ისე ძლიერ გუნდთან ერთად მოახერხა, რომელსაც არ უღალატა და ბოლომდე მხარში დაუდგა. ამ მომენტიდან რუსმა მხოლოდ საკუთარი დიდებისთვის დაიწყო თამაში, რადგან უტიტულობის წნეხი მხრებიდან უკვე მოშორებული ჰქონდა. 13 წლიანი ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ 2021 წელს ვაშინგტონელებმა ოვი კიდევ 5 წლითა და 47.5 მილიონით დაიბევეს თავისთან, რადგან წინ ერთი მთავარი გამოწვევა რჩებოდა: გრეცკის სარეკორდო გოლთა რაოდენობის დამხობა. მართალია ამ გზაზე ოვეჩკინს ხელი ტრავმებმა და კოვიდ პანდემიამ შეუშალეს, თუმცა 2025 წლის 6 აპრილს ყველაზე თამამ სიზმარშიც უნახავი მიღწევაც დაძლეული შეიქმნა. ალექს ოვეჩკინმა ნიუ-იორკ აისლენდერსის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში კარიერაში 895 შაიბა გაიტანა, რითაც უეინ გრეცკის რეკორდი მოხსნა NHL-ის ისტორიაში გატანილი შაიბების რაოდენობით. რეკორდი, რომელიც 31 წლის მანძილზე მიუწვდომელი იყო, ხელშეუღებელი აღარ არის. საოცარი დამთხოვაა ის, რომ გრეცკისაც და ოვეჩკინსაც რეკორდის დასამყარებლად ზუსტად ანალოგიური 1487 თამაშის ჩატარება დასჭირდათ. კიდევ ერთი დამთხოვა ისაა, რომ თავდაპირველად რეკორდი 801 გატანილი შაიბით გორდი ჰოუის ეკუთვნოდა, რომელიც ამ მიღწევას 1963-დან 1994 წლამდე, ანუ 31 წელი ფლობდა. მისი რეკორდი კი უეინ გრეცკი მოხსნა, რომელიც შედეგს 1994-დან 2025 წლამდე აკონტროლებდა, ისიც ზუსტად 31 წელი. ასეთი დამთხოვების გამო სოციალურ ქსელებში უკვე ხუმრობენ, რომ NHL-ის ბომბარდირობის რეკორდს გაუმჯობესება 2056 წელს მოუწევს. ამ ეტაპზე უეინ გრეცკი ინარჩუნებს პლეი-ოფსა და რეგულარულ სეზონში გატანილი გოლების ჯამურ რეკორდს, რომელიც 1016-ში ადგენს. ოვეჩკინი ამ მიღწევას 49 შაიბით ჩამორჩება და დიდი შანსია, რომ ეს რეკორდი მომავალ სეზონში მოიხსნას. წარმატებული სპორტული კარიერის პარალელურად ოვის კარიერა სასპონსორო გარიგებებითა და ბიზნეს შეთანხმებებითაც გამოირჩევა. 2024 წლის მონაცემებით მისი ქონება დაახლოებით $80 მილიონ ადგენს. გარდა ამისა, მას აქვს სარეკლამო კონტრაქტები ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Nike, CCM, Bauer და PepsiCo, საიდანაც ჯამში დაახლოებით $5 მილიონ გამოიმუშავებს. მიმდინარე წელს ამერიკული გამოცემა Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ NHL-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების ყოველწლიურ სიაში მესამე ადგილს იკავებს. მისი საერთო შემოსავალი შეადგენს $16 მილიონ. მიუხედავად იმისა, რომ დაუჯერებლად ჟღერს, იგი არასდროს ყოფილა ამ სიის ლიდერი იმ 14 წლის განმავლობაში, რაც Forbes-ი ამ რეიტინგს აქვეყნებს. რუსი სამჯერ იკავებდა მეორე ადგილს და სულ 13ჯერ მოხვდა ტოპ-10-ში. ოვეჩკინი ბოლო 4 სეზონია შაიბებსა და ყვანჯებს ინახავს, რათა მოგვიანებით კოლექცია მოსკოვში მდებარე მუზეუმში განათავსოს. ასევე მიმდინარე სეზონში ის ყოველი თამაშის ყოველ ტაიმს ახალი მაისურით თამაშობს. ეს იმისთვის, რომ გამოყენებული ეკიპირებები მოგვიანებით აუქციონზე სარფიანად გაყიდოს და შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხოს. ზოგადად ჰოკეი
ჰოკეიში სპონსორებით თუ კარიერით დიდი თანხის გამომუშავება საკმაოდ რთულია. იგივე NHL-ში სულ 4 მოთამაშეა ისეთი, რომლებიც ყინულს მიღმა გაფორმებული შეთანხმებებით 5 მილიონზე მეტ შოულობენ, დანარჩენებს კი 1 მილიონით სანატრელი აქვთ. ეს ყველაფერი კი 2005 წელს დაწესებულ მკაცრ სახელფასო ჭერს უკავშირდება. არადა უეინ გრეცკი 94-95 წლებში 13-15 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავებდა, რაც ინფლაციით 30 მილიონს აჭარბებს. დღეს ვერც ერთი ჰოკეისტი ვერ ხვდება Forbes-ის 50 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის სიაში, რომლის მინიმალური ზღვარიც ბოლო წლებში 45.2 მილიონი დოლარი იყო. ოვეჩკინის კაშკაშა კარიერას მეორე მხარეც აქვს, რომელიც მის ეროვნულობას უკავშირდება. რუსული პასპორტი ხშირად მის წინააღმდეგ მუშაობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ცნობილია, რომ პუტინს ყინულის ჰოკეი უყვარს. მისი აღტაცება ოვეჩკინის მიმართ ორმხრივია. NHL-ის ვარსკვლავის ინსტაგრამის ოფიციალური გვერდის პროფილის სურათზე სპორტსმენი პუტინის გვერდით დგას. სპორტსმენისა და რუსეთის პრეზიდენტს შორის აშკარად მჭიდრო ურთიერთობაა. 2017 წელს ალექსმა დააარსა მოძრაობა პუტინ Team, რომლის მიზანი იყო პუტინის მხარდაჭერა და ძლიერი ერთიანი რუსეთის წარმოჩენა. პუტინმა არაერთხელ გამოხატა ოვეჩკინისადმი მხარდაჭერა და მას ლეგენდარულ ოსტატად მოიხსენიებს. მიუხედავად იმისა, რომ ოვეჩკინი აცხადებს, რომ მისი მოძრაობა აპოლიტიკურია, ბევრი მიიჩნევს, რომ მისი აქტივობები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მისი პუტინთან ურთიერთობა და საჯარო მხარდაჭერა ხშირად განხილვის საგანია როგორც რუსეთში, ასევე საერთაშორისო არენაზე. უკრაინასთან დაწყებული ომის შემდეგ ინსტაგრამის პროფილის ფოტოზე ოვის პუტინთან ერთად გადაღებული სურათის მშვიდობის სიმბოლოთი ჩანაცვლება სურდა, თუმცა გააფრთხილეს, რომ ამ ნაბიჯით რუსეთში მის ოჯახს პრობლემები შეექმნებოდა. მეტიც 2018 წელს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პუტინის მხარდაჭერით ოვეჩკინმა კამპანია აწარმოა, თუმცა ყოველთვის ამბობდა, რომ ამას არავინე ინდივიდუალური პირის, არამედ რუსეთის ფედერაციის სიყვარულით აკეთებდა. მისი სარეკორდო გოლი უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ სპორტული მიღწევა. ეს წარმატება დაემთხვა მომენტს, როდესაც კრემლი ცდილობს ძლიერი პოზიციის დაჭერას ვაშინგტონთან უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წინ. სპორტი ნამდვილად არის რუსეთის რბილი ძალის ელემენტი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მიმდინარე დიპლომატიურ ცეკვაში. გასულ თვეში პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლმა თქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინის იდეას მოეწყო ჰოკეის მატჩები შეერთებულ შტატებსა და რუსეთში რუს და ამერიკელ მოთამაშეებს შორის. რუსეთს ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აეკრძალა. ეს აკრძალვა ძალაში რჩება, თუმცა ოვეჩკინის გოლმა შესაძლოა კიდევ უფრო გააღოს მოსკოვის ფანჯარა ვაშინგტონთან დიპლომატიური ურთიერთობისთვის. ალექს კიდევ ერთი სეზონი დარჩა კაპიტალსთან ხელშეკრულებით, რომლის ღირებულებაც 9.5 მილიონ დოლარს შეადგენს. მან ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა NHL-ში შეთანხმება გააგრძელოს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მან საბოლოოდ გადაწყვიტა კარიერის დასრულება. ის თავისი ბოლო ნაბიჯების გადადგმას დინამო მოსკოვში გეგმავს, გუნდში, სადაც კარიერა დაიწყო. ფაქტია, რომ ჰოკეისთვის დიდი რუიანი ისეთივე დიდი ფიგურაა, როგორიც LeBron James-ი კალათბურთში ან კრიშტიანო რონალდუ ფეხბურთში. მისი რეკორდები კიდევ მრავალი დეკადა იქნება ხელშეუხებელი. ვაშინგტონს კი მასზე დიადი მაცხოვრებელი ცოტა თუ ჰყოლია, რა და ოვიმ საჩემპიონო თასით პირადად მოუტანა კაპიტალს სიამაყე და დედაქალაქი ცოტა ხნით ჰოკეის მთავარ ლოკაციად გადააქცია. ციგურებზე აგრესიული ნარნარითა და უდიდესი ჟინით ოვიმ გვაჩვენა, რომ შეუძლებელი არაფერია. ციგურების ლურსმანზე დაკიდებამდე და ყვანჯის თაროზე შემოდებამდე კი ჰოკეის ეგრეთ წოდებული გულშემატკივრებს ლიმიტირებული დროით კიდევ მიანიჭებს ღვთაებრივ სიამოვნებას.